ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი სტუმრები არიან გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და ირინა ალიაშვილი, პროექტ ფიროსმანის მენეჯერი. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და დავიწყოთ თავიდან, რას გულისხმობს პროექტი ფიროსმანი, რას ნიშნავს, რა არის, რა პროექტია? გიორგი. მოწვევისთვის პირველ რიგში, ჩემ დებიუტი ამ გადაცემაში და მინდა კომპლიმენტებით დავიწყო, კარგი და მნიშვნელოვანი გადაცემა. და განსხვავებული რაც თავარი რაც შეეხება ამ პროექტს ეს არის ვთქვათ ერთი ნაწილი იმ დიდი პროექტისა რომელიც აქვს ეროვნულ ბიბლიოთეკას და რომელსაც ქვია სიმბოლურად ივერიელი ან ანტიმუზივერიელის ვთქვათ სახელს ატარებს და გულისხმობს ერთი დიდი ციფრული ბიბლიოთეკის შექმნას რომელსაც ცხადია აქვს თავისი მიმართულებები მათ შორის ეს არის ვთქვათ წიგნები მათ შორის არის ჟურნალ-გაზეთები და მათ შორის არის ვიზუალური მასალა ციფრული ფოტომატია მაგალითად და ამავდროულად ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ერთგვარი ვთქვათ სივრცე სადაც თავმოყრილი იქნებოდა ქართველი და ცხადია ეთნოსი არის გულისხმება საქართველოს მოქალაქე ავტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა პერიოდში ვიზუალური ხელოვნება ანუ იგულისხმება ბუნებრივია ნახატები იგულისხმება ცხადია ფოტოზე გადატანილი უკვე ქანდაკება იგულისხმება მათ შორის კარიკატურებიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ შეგვექმნა ერთგვარი არტ ბაზა თუ შეიძლება ასე ითქვას ერთგვარი მკვლევარი ზოგადად ადამიანებისთვის ქართულ სახელოვნებო ვიზუალურ თვალსაზრისით ისტორიაში ანუ მხოლოდ ვთქვათ გარკვეულწილად ესეთი ფორსირებულად განთავსებული ნახატები კი არ არამედ ამ ნახატების აღწერილობები ავტორის ვთქვათ გარკვეულწილად მონაცემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე მფლობელის ვინაობაც მათ შორის რომელიც შექმნის ერთგვარ ვთქვათ გარკვეულწილად არა მხოლოდ ესეთი დამთვალიერებლისთვის საინტერესო სივრცეს, არამედ მკვლევრისთვისაც ამავდროულად. ეს საარქივო მასალა თქვენ გაქვთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის თუ სპეციფიკაზეც გეტყვით, ისევე როგორც ვთქვათ, ციფრული ფოტომატიანის შემთხვევაში და მათ შორის სხვა მიმართულებებითაც ჩვენ ვცდილობთ რომ დაუკავშირეთ უშუალოდ ავტორებს ბუნებრივია ეროვნული ბიბლიოთეკა არის სახელმწიფო ინსტიტუცია რომელიც მკაცრად იცავს ავტორულ უფლებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვთქვათ კანონს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ რომ ან მის მემკვიდრეებს ან თუ ცხადია გასული არის უკვე დრო სამკვიდრეო ვთქვათ კანონის მიმართულებით პირდაპირ ათავსებთ დაუკავშირდეთ ან მემკვიდრეებს ან უშუალოდ ავტორებს და მათ მოგვაწოდონ ვთქვათ ავენთი მასალები რომლებსაც ჩვენ მერე ნელ-ნელა განვათავსებთ აი იმ სივრცეში რასაც ქვია ამ შემთხვევაში ფიროსმანი რომლის სახელით ცხადია არის იქიდან ნაკარნახევი რომ ფიროსმანი არის ყველაზე უფრო ცნობილი ქართველი ავტორი როგორ ხდება ეს თანამშრომლობა თქვენ თვითონ ეძებთ ამ ადამიანებს თუ თვითონ გიკავშირდებიან ანუ როგორ უნდა მოგძებნონ თუ კი ვინმე აღმოაჩენს სახლში რომ აქვს რაღაც საინტერესო არქივი გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით მივესალმებ ჩვენს მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის იმის გამო რომ თვითონ პროექტი ფიროსმანი არის ახალი დაწყებული პირველ რიგში უკავშირდებით ჩვენ თუმცა ახლა უკვე რაც უფრო ჩაეშვა პროექტი რაც უფრო ყველამ გაიგო ამის შესახებ ყოველ დღე არ გავა რომ ერთი ავტორი ერთი თანამედროვე მხატვარი ან კარიკატურისტი ან მოქანდაკე არ დაგვიკავშირდეს და თვითონ არ გამოთქვა სურვილი რომ თავის ნამუშევრები მოიტანოს და განათავსოთ ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა უკვე არის ისეთი შემთხვევები როცა გვიკავშირდებიან კერძო კოლექციონერების და გვეკითხებიან რომ თქვა აი მე მაქვს სახლში ესე და ეს მხატვრის ნამუშევარი და არის თქვა უცნობი შემიძლია თუ არა მოვიტანო პირიქით ამ პროექტის მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასე ვთქვათ არის ის რომ სწორედ ესეთი ნამუშევრები აღმოვაჩინოთ. მაგალითად აი მეცაც გეტყვით ნიკო ფიროსმანის ერთი ნახატი არის ასეთი ძაღლი ბათურა რომელიც ორიგინალი არის დაკარგული. საიდან ვიცით ამის შესახებ რომ არსებობს ნეგატივი ამის შავ-თეთრი ფოტო ამ ძაღლი ბათურას. გარდა ამისა ვიცით რომ თქვათ ესეც ცნობილია რომ თქვათ დავით კაკაბაძის 4 ტილო აბსტრაქციების არის მხოლოდ შემორჩენილი ფოტოების სახით, რომელსაც თვითონ მხატვარმა გადაუღო ფოტოები. ორიგინალები არც ამ შემთხვევაში არ გვაქვს. სწორედ ეს არის ფიროსმანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ
თქვათ დღეს თანამედროვე მხატვრობის ყველა ნამუშევარი, მეტაკლებად ყველა ნამუშევარი მაქსიმალურად მოვიცვათ და დავდოთ ჩვენს ციფრულ მუზეუმში, რომ თქვათ 50-100 წლის შემდეგ ჩვენ არ ვიცით ამ ორიგინალებს რა ბედი ეწევათ, არ ვიცით რომელი ქართველი მხატვარი გაცდება ქვეყნის საზღვრებს და თქვათ რომელი გაიყიდება სოთბიზე ან არც ესეთ აუქციონებზე მილიონებად. მართლაც ესეთი ბევრი იყოს, მაგრამ გვჭირდება რომ ესეთი ნამუშევრები იყოს ჩვენთანაც დაცული თუნდაც ციფრული სახით, რომ მომავალში უბრალოდ დაინტერესებულ მნახველს და არა მარტო მკვლევარს ქონდეს საშუალება, რომ ამ ნამუშევრებზე ხელი მიუწვდებოდეს. მე თქვენი Facebook გვერდი მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, ეს არის პროექტი ფიროსმანი, ესე შეგიძლიათ მოძებნოთ Facebook-ზე, აი დავალაიქებ სერგის იუზერით. შეგიძლიათ მოძებნოთ და აქვე შეუძლიათ ალბათ რომ გამოგიგზავნოთ რაღაც ტიპის ეს ბოროტად ვისარგებლე იმით რომ სერგის აკაუნტი იყო გახსნილი. შეგიძლიათ ნახოთ აი აქ ძალიან ბევრი ფოტოა წარმოდგენილი. დღესდღეობით უკვე აი რა მასალაც გაქვთ, რას არქივო მასალა არის უკვე არსებული, ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც უკვე არსებობს. ესე გამორჩევით ალბათ გაგვიჭირდება უკვე თქვა, იმიტომ რომ ჩვენი ბაზა დღითი დღე იზრდება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ყველა ნახატი, რაც კი თქვა კატალოგებში იყო მოცემული, რაც ჩვენთან მუზეუმებში თქვა ფოტოების სახით, რომელიც უკვე გაყიდულია, ესეთი ნახატები უკვე ყველაფერი არის ჩვენთან გაციფრებული. ასევე ელენე ახრედიანის თითქმის მთელი შემოქმედება უკვე გაიციფრა და აიტვირთა ჩვენთან. გარდა ამისა, ჩვენთან უკვე ძალიან ბევრი თანამედროვე მხატვარი, თუნდაც ახლა ზურა გომელაურის ნახატებს ჩანს ეკრანზე ალბათ. ზურა ერთ-ერთი თანამედროვე შესანიშნავი ქართველი მხატვრის და ასეთი კიდე უკვე ძალიან ბევრია, არა მარტო თქვათ მამების თაობა, უკვე შვილებს, ჩემი შეხელა თაობის მხატვრები. აკადემია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სხვა შორის ჩვენთან და ცხადია მხატვარი არ ნიშნავს მაინც მარტო იმას, ვინც აკადემიაში სწავლობს, მაგრამ მათ შორის ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი სწავლობს, რომელთა ნამუშევრებსაც ჩვენ პერიოდულად გვაწვდიან და ამ აზრით წარმოდგენილი არის თანამედროვე თაობა და მეტიც ჩვენ შეგვიძლია ახლა დღესაც ამ ეკრანიდან მოვუწოდოთ ადამიანებს, თუ კი მათ აქვს სურვილი, აქ არავით არ კომერციული თქვა დაინტერესება ეროვნული ბიბლიოთეკიდან არ არის, ეს არის ერთგვარი თქვა არქივი და ამავდროულად ღია არქივი, რომელიც ერთგვარს ესეთი ვირტუალური ექსპოზიციის ხასიათს ატარებს და ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებდით მათგან ნახატებს ორი თვალსაზრისით, თუ თქვა მათ აქვთ ელექტრონულად პირდაპირ მოგვაწოდონ, ეს ძალიან სასიამოვნოა, თორემ და ჩვენ გავაციფრებთ აი ამ ნახატებს, რაც ძალიან დიდ დროს არ მოიცავს ნამდვილად და არც მათ ნახატებს უშავებს არაფერს. გამოყენების წესებზეც გკითხავთ და უნდა დაგემშვიდობოთ, როგორ მაგალითად თუ კი მე დამჭირდა რომელიმე კონკრეტული ფოტო, რომელიც თქვენი საიტზე იქნება განთავსებული, როგორ შეიძლება გამოვიყენო და როგორ უნდა დავიცვათ თან საავტორო უფლებები ამ დროს. გააჩნია პირველ რიგში რისთვის გჭირდება. ეს საჭიროება არ უნდა იყოს კომერციული ხასიათის, ხო? პირველ რიგში ამას თქვა ვერ ამობეჭდა, ვერ ჩასვლა, ვერ ჩასვლა, ვერ გაყიდი. მაგრამ როგორ დაარეგულირებთ ამას? ისეც არა, დაარეგულირებთ პირველ რიგში ასე, რომ როდესაც ფოტო იტვირთება, მას ისეთ მხარეს ედება ეროვნული ბიბლიოთეკის ჰოლოგრამა, რომ მისი მოჭრა ან თქვათ ფოტოშოპით მოცილება არის შეუძლებელი. ეს watermark, რასაც ეძახიან, სწორედ ეს არის, რომ ამითი ამობეჭდვას და ამით შემდეგ გაყიდვას ნამდვილად არ აქვს აზრი, იმიტომ რომ უკვე გაფუჭებულია როგორც კომერციული თვალსაზრისით ვაბობ. რა თქმა უნდა, ხო იმას ვერც ავტორები ვერ გააკონტროლებენ, რომ თქვა თუნდაც Facebook-ზე რომ დებენ თავის ნამუშევრებს, ისინი ჩამოტვირთონ და ვიღაცამ ჩამოტვირთოს. გარდა ამისა, შეგლენების მიერ მოდიშნების მიერ დამთვალიერებელს შეუძლია რომ ფოტო გადაუღოს სადმე გალერეაში გაავრცელოს, ამ აზრით დაცული არავინ არ არის. გარდა ამისა, თვითონ საიტი ავტომატურად აპატარავებს ფოტოს ისე, რომ თქვათ სამობეჭდის შემთხვევაში დაკარგავს იმ ხარისხს, რომელიც თქვათ აქვს და გარდა ამისა მესამე და მთავარი დამცავი რაც არის ის, რომ თვითონ მხატვარს აქვს და ან კოლექციონერს აქვს საშუალება, რომ აირჩიოს, რომ როგორ აიტვირთება მისი ნახატი ინტერნეტში თუ ინტრანეტში. ინტერნეტში თქვათ, რომ ნახავს ყველა მოწყობილობიდან და ყველა ადგილიდან და
ინტერნეტში მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკის შენობა. ან თქვათ ის ადამიანები ან რატომ უბრალოდ თქვათ ეს ყველაფერი დიდწილად შეიძლება მესამე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ იყოს უბრალოდ საცავის ფუნქციის, ანუ ჩვენ შევინახოთ ეს ყველაფერი ზოგადად და საერთოდ არ იყოს თქვათ ნებისმიერ შემთხვევაში კარგ საქმეს აკეთებთ, ძალიან მიხარია წარმატებას გისურვებთ, მე თქვენი ბევრი პროექტის გულშემატკივარი ვარ და ხშირად ვაჩვენებთ ხოლმე კომუნიკატორის ეთერში თქვენს პროექტებს, ფოტომემატიანეს მაგალითად ძალიან მომწონს და ესე გულშემატკივრობ და ვადვენებთ თავს. დიდი მადლობა გიორგი კეკელიძე და ირინკა ალიაშვილი იყვნენ ჩვენთან სტუმრად. ახლა მუსიკალური კლიპი გველოდება და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ისევ.